ლოცვის დროს ცრემლები მხოლოდ ღმერთისგან მოდის, მადლის ნიშნად თუ ეშმაკსაც შეეული აგვატიროს, შეგვაწინოს, თითქოს გულით ლოცულობ. ბრაზილიურ სერიალებზე დიახ ხოლმე. ცრემლი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უნდა გაკეთდეს, უნდა შეაფასოთ საკუთარი მდგომარეობა. თუ მე ვტირი იმის გამო, რომ ცოდვილი ვარ და მარტო ეს არ არის საკმარისი. თუ მე ვტირი იმის გამო, რომ ცოდვილობის გარდა ღმერთთან ყოფნა მინდა, მაგრამ მე ჩემი ცხოვრების წესით მას გულს ვტკენ. თუ მე განვიხდი მის ტკივილებს, რომელიც მან ჩემთვის განიცადა. და თუ მე ვამბობ, რომ აი მე როგორი ვარ, რომ მე აი შენ რაქელი ჩემთვის და მე კიდე რას გავარ საერთოდ, აი როგორ გავატო ყოველ ნაბიჯზე, როგორ ვერდგულებ, როგორ რას გავარ. აი მაწუხებს ეს, მაგრამ ვერვერევი ამ საკუთარ თავს და თუმცა აი ესეთია ცრემლი, აქედან ამ მიზეზით არის ცრემლი ის ღვთისგანაა და როცა საკუთარი თავის სიბრავლისაგან არის, როცა შეურაცხყოფას მოგაყენებენ და ტირი, ხო, ნუ აბა ეხლა შეურაცხყოფა, როცა თქვა რაღაცა გეტკინა, როცა მაშინ ეს რა თქმა უნდა არაჯანსაღია. აი ეს ორი რამ შემიძლია გითხრათ. დიდი მოტირალი მე არა ვარ, დიდი გამოცდილება მქონდეს და